დაძაბული ვითარება PSG-ში და ლუის ენრიკეთი უკმაყოფილო ხვიჩა კვარაცხელია. ფრანგული გამოცემა ლეპიკი პარიზულ კლუბში არსებულ ვითარებაზე წერს. როგორც გამოცემა წერს, კვარას უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მისი სათამაშო პოზიციაა. ბოლო რამდენიმე მატჩში PSG-ს ხელმძღვანელმა მარცხენა ფლანგზე ბრედლი ბარკოლა დააყენა. კვარა კი მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა. გამოცემა წერს, რომ ახალი ტაქტიკური მონახაზი ქართულ გარემარბს ხელს უშლის, რომ მისი პოტენციალი სრულად გამოაჩინოს. ბოლო შეხვედრაში PSG მონაკოსთან 3-1 დამარცხდა. მარცხის შემდეგ ლუის ენრიკემ განაცხადა, რომ კლუბს რთული პერიოდი აქვს, მაგრამ ყველაფრის შემოტრიალება შესაძლებელია. ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგას საგოლე გადაცემით გახსნა. შანდუნ ტაიშანმა ლიაონინგ ტირემი მარტივად 3-0 დაამარცხა. გასულ სეზონში ყაზაიშვილი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. მან კლუბის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და 30 შეხვედრაში 27 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ტრავმა სერიოზულია. საუდის არაბეთში არ გამორიცხავენ, რომ კრიშტიანო რონალდომ შესაძლოა თვეზე მეტი დაისვენოს. ალ-ნასრის ვარსკვლავმა ალ-ფაიჰასთან შეხვედრაში ბარძაყი დაიზიანა და მოედანი კოჭლობით დატოვა. კლუბის მთავარი მწვრთნელის თქმით, პორტუგალიელს მადრიდში დაბრუნება და პირად თერაპევტთან მკურნალობა დასჭირდება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენი ხანი იუქმებს ლეგენდარული ფეხბურთელი. ორი ქართული ლელო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში. ორიაკმა ნევერსუმას პინძლა და 41-35 დაამარცხა. გამარჯვებაში წვლილი კი ირაკლი მჭედლიძემ და გიორგი ქართველიშვილმაც შეიტანეს. ქართველიშვილმა მიმდინარე სეზონში მეორე ლელო დადო, ხოლო მჭედლიძემ მესამე.